ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბეჟაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე ეტაპად შევა. მისი თქმით, გასაჩივრდება წულუკიანის კომისიის დასკვნა. შემდეგ ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს გრძალავს. მესამე ეტაპზე კი გასაჩივრდება საკუთრივ ოცნების სარჩელი. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, ამ პროცესს სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ქართულ ოცნებამ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბერს მიმართა. სარჩელის ავტორები მოითხოვენ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელო ძლიერი საქართველო. სარჩელში ქართული ოცნება ერწმუნება, რომ ამ პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ოცნების მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის მოთხოვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს პარტიის შექმნა, პოლიტიკური პარტიის წევრობა, პარტიის ორგანოს წევრობა, პარტიული თანამდებობის დაკავება არჩევნებში, კანდიდატად მონაწილეობა და სხვა. პოლიტიკური საქმიანობის ანგრძალავ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს 27 ოქტომბერს მიმართა ძლიერმა საქართველომ. კოალიცია კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ამის გარდა 6 ნოემბერს გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ უწყებამ საბოტაჟში, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაადანაშაულა, რომელთაგანაც 6 მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ელენე ხოშტერე და ზურაბ ჯაფარიძე ახლაც პატიმრობაშია. რაც შეეხება ლელოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ სასამართლომ 8 ნოემბერს მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პარტიამ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრა. იმისა, რომ ჩვენ დიდი მოლოდინი არ გვაქვს ქართული მართლმსაჯულების, ჩვენ შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ვითხოვთ აკვეთი ღონისძიების გაუქმებას, ვინაიდან ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ვერ დააკმაყოფილა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გონივრულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, პროკურატურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობას საბოტაჟის ქმედებაში ან რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელებაში. და შესაბამისად პროკურატურის მხრიდან, რომელსაც ევალდებოდა, რომ ეს გონივრული ვარაუდის სტანდარტი დაეკმაყოფილებინა ინფორმაციათა ერთობლიობით, მან ვერ შეძლო ასეთი ერთი მტკიცებულების წარმოქმნაც კი, რომელიც საფუძველს წარმოადგენდა, რომ მოსამართლეს გაეუქმებინა აკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი, მაგრამ სასამართლომ გააფორმა პოლიტიკური დევნის აქტი, რომელსაც სამწუხაროდ მოაწერა ხელი. პროდესავლური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული ახალი სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ საქმეს ორი მთავარი მოწმე ჰყავს, ესენია ორგანიზაცია ნეიტრალური საქართველოს წევრები ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. როგორც ადვოკატები ამბობენ, სწორედ ისინი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ ოცნების დასანქცირების მიზნით დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საჯაროდ გაკეთებული განცხადებები კი მოღალატეობრივია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნანა კაკაბაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც აძლევს ჩვენებას. კაკაბაძე საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებს სხვადასხვა დროს ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეწყალებას. ის ასევე აძლევს ჩვენებას ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგაც. კაკაბაძე ქვეყნის მართვაში გარეძალების უხეშ ჩარევაზე საუბრობს და მაგალითად 2019 წლის 20 ივნისის საქმე მოხავს. იქნება თუ არა პროკურატურის შემდგომი სამიზნე გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადონეზე მივა გამოძიება და რას გადაწყვეტს სასამართლოს, ეს შესაბამისი უწყების კომპეტენცია. როგორც ისინი ამტკიცებენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია კიდევ ვის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ ისინი რეჟიმისგან ყველაფერს ელოდებიან.
რა ნაბიჯებს გადადგამს რეჟიმი საკუთარი ოპონენტების დევნისთვის ნამდვილად არ ვიცით, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ გიორგი გახარიას მიმართ პოლიტიკური დევნის და პერსონალური ვენდეტის ქმედებები განხორციელებულია უკვე ოცნების მხრიდან, მის მიმართ შეკერილი არის 15 წლიანი საქმე, რომელიც ეხება ჩორჩანას საგუშაგოს, რომელიც გახლავთ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაიცვა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. გარდა ამის არის 20 ივნისის საქმე, რომელიც ამდენი წლის შემდეგ თავიდან ამ საქმის გამოძიება დაიწყო ოცნებამ, აბსურდული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა რუსთაველის გამზირზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი არის ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის ოცნების მხრიდან მათი ძალაუფლებისა და ხალხისგან მოპარული ფულის დაკარგვას. ბრალდება, რაც ასე ვთქვათ, რის გამოც არის დაწყებული გამოძიება, ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, რელევანტური. რა დონემდე მივა გამოძიება, საბოლოო ჯამში სასამართლო რას გადაწყვეტს, იქნებიან კიდევ სხვა ადამიანები, ვისაც ბრალი წარუდგება თუ არა, რა თქმა უნდა, ამისი ადრესატი არიან შესაბამისი უწყებები. სასიამოვნო მოსასვენი არ ყოფილა, რასაც იგივე ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობდა საქართველოსთან მიმართებაში, ქალბატონ ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინეთ ის, რომ კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა ბოლო-ბოლო ქვეყანას, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი იყო მისი მხრიდან. თუმცა იკვეთება თუ არა აქვს კონკრეტულად სისხლის სამართლის დანაშაულის კვალი ან ასე შემდეგ, მე რა თქმა უნდა, არ ვარ კომპეტენტური, რომ ამაზე ვიმსჯელო. ამაზე ვრცელი განმარტება გააკეთა საგამოძიებო უწყებმა, დამატებით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუ ვინ შეიძლება კიდევ იყოს გამოძიების ქვეშ, მე არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. თუმცა რაც შეეხება ბრალდებას, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ხო? ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით ეწევიან სახელმწიფოებრივ ქმედებას, რა თქმა უნდა, დგავენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას და ასე შემდეგ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შესახებ ინფორმაცია გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ 6 ნოემბერს გააჟღერა. ბრიფინგიდან გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით აქვს წარდგენილი. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს საბოტაჟის და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით. ელენე ხოშტარიას საბოტაჟის, ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით. ნიკა გვარამეს და ნიკა მელიას კი მსგავსად ლელოს ლიდერებისა ბრალდებას საბოტაჟის მუხლით წარედგინათ. მათი წინა სასამართლოს ხდომა 25 დეკემბერს 13 საათზე გაიმართება.